მშვიდობა ყველას. მშვიდობას მებოდებოდა ყველა განსაკუთრებით მიმართავი მხავს, რომლებიც არიან ღვთისმოშიში, ანდა თუნდაც საერთოდ არ სწამდეთ ღმერთი. ალბათ იმათ უფრო. ეხლა ჩვენთან ძალიან გვიანი არის მარტო ფალმაისის როგორ წერმე ამ ვიდეოს, ვერ დავწექი, ვერ წავიღე ტანი, ვერ მოვისვენე. მინდოდა მე თქვა ის თქმასაც ვაპირებ ახლა. გთხოვთ, თუ გაქვთ იმისი მოთმინება, არასკროლოთ ეს ვიდეო, გთხოვთ უმორჩილესად. ეხლა მუხს ვერ დაგიჯექებთ, ეს მარტო უფალს ეკუთვნის, არადა დიდი თხოვნით გთხოვთ. მეტი რა ვქნა, ორივეთიც მოვიკიდებ, გთხოვთ, რამოდენიმე წუთი, მაინც მომითმინე. ეგება და შენ და საკეთილდღეოდ მოხდეს ეს. დამეხმარე. შეიძლება ვიღაცას მართლა ჭირდება ეს. შეიძლება სადღაც ზღვარზე დგეხარ. შეიძლება ხოცით ყველაფერს აქვს საწყისი და ბოლო. შეიძლება ვიღაცის ცხოვრებაზე შუა ადგილაზე შეიძლება ვიღაცა უგესო დამთავრდა უკვე. ფინისზე ხარ მისული. არავინ არ ვიცით. როდის მოვაჩვენით მატარებელი. როდის დაგვიზახებენ. ერთმა კარგად თქვა, როგორც არავის არ შეუკითხია ჩვენთვის. ამ ქვეყნად მოსვლა, ისე არავინ არ გვეტყვის. ხვალ ამ დროს მოვა და იმ თვეს, იმ წელს. ხვალ არავინ. ისე მოდის ეს დღე მოულოდნელად, როგორც იესო ქრისტე მოვა მოულოდნელად, ასეთი ყველა ადამიანის ცხოვრება ხდება ერთ წამში. მოულოდნელად და წარდგებით უფლის წინაშე. გწამს ჩვენ ეს, არ გწამს, თუნდაც იცინე, თუნდაც იმას ხარაბეს, ვისაც უნდა ის, როგორც უნდა ის მიიღო. მაგრამ როცა მოვა ის მომენტი, როცა ადამიანი გამოვა სხეულიდან, ყველას ის დამცინავი და ირონიული სიცილი შეაშრება პირზე, სახეზე. მაგრამ მე გვიანია. ამიტომ მე მოვყვები, წავიკითხავ. მინდოდა ორი ადგილი წაკითხო, მაგრამ წავიკითხავ მაინც. გთხოვთ, თუ ჩემს ავით არ გეძინება, რული არ ეკარება შენს თვალებს, რაღაცამ შეგაჩერა და გული გიგრძნობს, მოდი რამოდენიმე წუთი მომისმინეს მურად. როგორც ქართველი ქართველს, მეგრელი მეგრელს, კაცი კაცს, მეგობარი მეგობარს. გთხოვ, რამოდენიმე წუთი დამითვე. მეტი არ მინდა. მე გეტყვი ჩემს, მეც დამშვიდდები, შენი ამბავი კი შენიცი. თუ გინდა წეხლი კარი, თუ გინდა გულში ჩაიხოდე სიტყვები. შენი ამბავი შენიცი. მაგრამ უკეთესი არის მოდით მე ერთი. რას გინდა ესე ჩამთვალეთ რელიგიურად, ფანატიკოსად. მე ერთი სიტყვით მიმართავ უფალს, უფალო იესო. გთხოვ უფალო. ყველა იმ ადამიანის გული. შენ განაწყვე. შენ მოამზადე. და როგორც სიტყვა არის თესლი. ის სიტყვები, რომლებიც იქნება სწორი, ბიბლიური და რომელიც შენგან იქნება ყოველი აზრი, ჩემი ბაგიდან გამოსული,
დაითესოს მათ გულებში და დაეს იყოს ნოყიერ მიწად, რომ გამოიღოს ნაყოფი, რომ მსმენელმა მიიღოს ის, რაც შენ გინდა, რომ მათ მოისმინონ. გთხოვ, იესო ნაზარეველის სახელით, მამაო ჩვენო ზეცირო, შენი სული წმინდის ზალი და მოქმედებით, ამინ. ლუკას სახარების მე-12 თავი. ეს არის ახალი აღთქმა. პირველი מחარებელია მათე, მეორე მარკოზი, მესამე ლუკა. ლუკას მე-12 თავში ყვება იესო ამისანა ამბავს. 12-ის მე-12 თავის მე-16 მუხლი. აგვისმინეთ. იესო ყვება ამისანა. აქ იგავი, აქ წერია რომ იგავს ლაპარაკობს უფალი. უთხრა იგავი მათ. ერთი მდიდარი კაცის მინდორმა კარგად ინაყოფა, ჩვენებურად, წავიდა ბიზნესი, რაღაც გაუმართლა. და თავისთვის ფიქრობდა ეს კაცი, არსად არ უთქვია, არც მეზობლისთვის, არც ნათესავისთვის, არც ამ ხანაგებში. თავისთვის ფიქრობდა, როგორ მოვიქცე, არა მაქვს სად შევკრიბო ჩემი ნაყოფი. წინათ ხო არ იყო ბანკი. მისი ბანკი იყო ბეღელი. და თქვა, აი რას ვიზამ. ჩემს ბეღლებს დავანგრევ, პატარ-პატარები რომ მიდგასო იქ, უფრო დიდს ავაშენებ, იქ შევკრივავო ყველას, ჩემს ხორბალსაც და ჩემს კეთილსაც. რას მაქვსო ყველაფერი კარგი. და ვეტყვიო ჩემს სულს. გულში ფიქრობს ეს ადამიანი. თავის თავს ეუბნება. ვეტყვიო ჩემ თავს, სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დადებული მრავალი წლისათვის. კისრემ და გაქვს. სანთარ საფხული რამდენიმე წელი სვიჭამე იგულავე, მოისვენე ფეხი ფეხზე გადადიოდა და უსტვინე რამდენის გინდა. მოისვენე ჭამე სვი იმხიარულე. ასე თქვა იესო. ეს უსტვინე მე ვთქვი უკაცრავად. ლაპარაკობ რომ კარგად გავიგოთ. ჩვენ ხომ უსტვენთ როცა მაგრად გვაქვს საქმე. ყოველნაირად. და ვეტყვიო ჩემს სულსო. იმხიარული. და მე წერია დაამთავრა ამ კაცმა ფიქრი და იმავ წამს იესო ამბობს, მაგრამ რამ სიდიდე მაგრამი გაჩნდა. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას. 2 წერტილიდან მე ერთი სიტყვა უგუნურო. ამაღამ სულს მოგთხოვენ. დამთავრდა შენი დრო. ხოლო რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება. და იესო ამთავრებს ამიგავს ასე. ასევეა თავისთვის რომ აგროვებს საუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება. პეტრე ამბობს, ეს სახარება ამბობს, ღმერთმა დაუწესაო ადამიანს ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება. იქ არ არის ის განწმენდის ადგილი და ტანჯვის ადგილი და მერე ისა გამოგადნობს იქ ვიღაცა ანგელოზები და გამოხვალ მერე რამოდენიმე საუკუნის მერე ისა გადაგიყვანენ სამოთხეში იზოლატორიდან იქით. არ არის ეს ასე რაღაცები. და ამასაც დაგემტკიცებთ. ისევ იესოს სიტყვებიდან. აქ, მაგრამ ჯერ აქ ამაზე ვილაპარაკოთ. აქ ეს კაცი ზის ბიზნესმა გაუმართლა. დაუნი ყმაყოფილი ზის და ფიქრობს. თავისთვის, არავის არ ელაპარაკება, არც წერილ, არც მესიჯს წერს. ფიქრობს. რამდენი კურთხევები შემოვიდა კაცო. გამიმართლა. მოდი რაღაცას გავაკეთებ და ვეტყვიო ჩემს სულს. სვი, ჭამე, იმხიარული. ფეხი ფეხზე შემოიდები. ჰარი-ჰარალე. და ღმერთი ეუბნება, ჰარი-ჰარალე კი არა, უგუნურო. ვის დაუმზადე? ვის დარჩება ბავშვი რომ მოიმზადეო აქ რაღაცები. ამისანა
არა ვაპირებდი ამას ლაპარაკს, მაგრამ გამახსენდა. არ ვიცი, ნამდვილი ამბავია თუ იგავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტუაციაში არის, ყოველ შემთხვევაში არის სასარგებლო, ზედგამოჭრილი იგავი. და სულ არა გამორიცხული ნამდვილი ამბავი იყოს. ამბობენ ნამდვილი ამბავი არის. არ ვიცი. დარწმუნებული არა ვარ. მაგრამ 100%-იანი ჭეშმარიტი იგავი არის. ეგ ამბავის არის. თურმე ჩემო მეგობარო ყოფილა ერთი მეფე. ხო და ამ მეფეს სადღაც გამოუზებნეს, მოუყვანეს ხუმარა. ვიცით, ხუმარები თავზე რაღაცები რა ქუდი რო ახორია, ეჟვენიანი ქუდი. ხუმარა, შეღებილი, რაღაცები წვეტიანი ფეხასმლები რო აცია და რო აცინებს. ხო და იმდენია აცინა ამ ხუმარამ, ამ მეფეს. ახალგაზრდა ბიჭი იყო ვიღაცა. მოკლედ უკაცრავად გასკდა ეს მეფე სიცილით. ინარამ გაიგუდა. და ბოლოს როცა მოითქვა სული, დაუძახა და უთხრა. მოდი აქ აიღო თავისი გვირგვინი და ამ ხუმარას დაახურა თავზე. ჩუქნია ამაში. მანამ როცა ნახავო შენზე უფრო მე სულელს, იმას დაახურეო ეს ქუდი. შენის იმზა სულელებს აკეთე და სულელურებს კინაღა მოკლა მეფე სიცილით. და დაიტოვა ეს ხუმარა თავისთვის. გავიდა წლები, ბერდება მეფე, დაბერდა ეს ხუმარას, მიაბერდნენ ეს ბებერი მეზურნეებივით. და ერთ დღეს კიდე ხუმარა მოდის, ახლა თავის საქმეას რომ აცინოს, როცა ხაზიაძე არა მეფე, რაღაცებს უწყებს იქ, პრიომებს. აქეთ იქით, მაგრამ არ ცინის მეფე. ნიმით და უთხრა, უკვე ხო თითქმის მაკაცები არიან, ოღონდ ის მეფეა ეს ხუმარა. ერთად რამდენი წელი ცხოვრობენ. და ეუბნება, ბატონო მეფეო, რა არისო, რამე ხო არ ტკივა, რამე უბედურება ხო არ შეგვინმე ხო არ მოკვდა. რა მგჭირსო? უთხრა მეფე, ცუდადაა ჩემი საქმე. რა არის, ვინმე მოდის საუბრად, ტერი მოდის, არა, ტერზე უარესი. რა? საიქიოში მივდივარო. კვდებიო მალე და მზად არა ვარო. ღმერთთან შესახვედრად. და გათეთრებული ზის კაცის შიშით. რაკნას არის ეს მეფე? და უყურა, ხუმარამ უყურა და ისეთი რაკნა. აიღო ეს გვირგვინი და მეფეს უკან დაუბრუნდა და თავზე დაახურა იქით. შენი გვირგვინი იბრუნებო. რატომ იბრუნებო გვირგვინს? მე ხო გითხარია რომ შენზე უფრო სულელს რომ ნახავო, იმას დაახურეო თავზე. და ხუმარა ეუბნება, ბატონო მეფეო, თქვა რა მე ვიყურებდო. არა. ბატონო მეფეო, შენო. ხო, შენო, როცა სანადიროდ მიდიოდიო, თვეებით ემზადებოდიო, აქეთ სპეციალურად წაღლებს, ამზადებდით აქეთ ცხენები რაღაცა, რომ აი მეფე მალე გადის სანადიროდ. და მზად ყოფნაში იყო მთელი სასახლე გასო. შენ, მოდა, ანდა როცა მიდიოდიო, სადღაც სხვა ქვეყანაში, სამოგზაუროდ, ერთი წელი, ორი წელი წლების წინ უკვე იწყებდაო სასახლე მოქმედებას, მომზადებას და ყველაფერში ემზადებოდიო შენ. ქორწილი რაღაცაზე. ბატონო მეფეო, თქვენ მარადიულობაში გადადიხართო და რას ქვია მზად არ ახარო. შენ მე რომ მიყურებო, მე კიდევაც მონანიებული ვარო, კიდევაც ქრისტემ წამსო და ყოველ დღე ველაპარაკები ლოცულობ
და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ძალიან მშვიდად ვარ, რომ ეხლაც რო წამიყვანოს უფალმა, სულ არაფერს არ მიშინიაო და როქ შეხედეო. ჩემზე უფრო სულელი შენ ხარო უთხრა და თავზე წამოვასვა ის გვირგვინი. ეხლა რა სულ ერთი ეს ნამდვილი ამბავი იყო, იგავია რას არის ხაბარის იყოს. მაგრამ აზრიდებს 100%-იანი. სულ ეს უფრო სულელია ის ვინც ყველაზე მთავარი საკითხი არ აქვს გადაწყვეტილი. და გონიერია, სულელია ის მაშინ, როცა ისე გადავა, ცხოვრობს, წლები გადის, დღეები, თვეები, წლები, ნახევარ საუკუნე კინაღამ, ერთი საუკუნე ცხოვრობს ის კაცი და არა მზად. ეს არის ყველაზე უფრო სულელური საქციელი. ეს არის კატასტროფული საქციელი. როცა ადამიანი მიდის მარადიულობაში და სათქმელიც კი არ აქვს. ვერც ერთი ადამიანი ვერ გამართდება. თუ არა ქრისტეთი. კიდევ ერთ ადგილს ავიკითხავდი და ალბათ მოგაწყინეთ ყური, მაგრამ გთხოვთ. ვიღაცას ჭირდება ეს და ეს კიდევაც მე მჭირდება, შენს გჭირდება და ვიღაცას 100-იანი ჭირდება ღმერთი დაეხმაროს იმ პიროვნებას. ეს არის ლუკას, ისევ ლუკა მე-16 თავი და აქ უფალი არ ამბობს იგავს, ზოგიერთები რო ამბობენ იგავი არის არაფერის. უფალი იესოს იმდენი ისტორიები აქვს ნანახი, იმდენი კაცობრიობაზე, იმდენ ცხოვრებაზე აქვს თვალი გადავლებული და ცხოვრების მოწმე იყო, არ გაუჭირდებოდა იესოს იგავი რო არ მოეგონა, როცა მილიარდობით ქონდა მას მოსაყვანი მაგალითი და ერთი ამათაგანი მოიყვანა ერთი და 100 ამბობს იესო. ლუკას 16:19. აქ არ წერია თქვა იგავი, იესო ამბობს. იყო ერთი მდიდარი კაცი. იყო ნიშნავს იყოს. იყო და არა იყო კი არა, იყო. სინამდვილეში ცხოვრობდა ასეთი პიროვნება. მდიდარი კაცი. ძოწეულს და ბისონს, ეს იმდროინდელი სირა, უკაცრავდა შმოტკები, იმდროინდელი ბრენდი იყო ეს. იცვამდა კარგად, ყოველდღე ბრწყინვალედ ნადიმობდა. ჭამას მის ბიჭი იყო. ამ ხანაგებში. გულავი, სმა, ჭამა, ჩაცმა, დიდება, პატივი. და ასევე იყო ერთი გლახაკი. სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულივით დაფარული. და ამ საწყალ ლაზარეს სურდა დიდრი სუფრიდან ჩამოცენილი ნამცეცებით გაზღობა, ნაჭრებით კი არა გასა. ნაჭერს ვინ აღივსებდა, ნამცეცებს ისიც უხაროდა. აქ წერია სურდა, ესე იგი ის ნამცეცებიც არ ქონდა საწყალს. მერე წერია ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. რაღაცები ჭირდა, ავადმყოფი იყო, დაჭრილი იყო თუ რაღაც ავადმყოფა ჭირდა, ძაღლები ექიმის არ ყავდა. უპატრონო იყო საწყალი ვიღაცა. არავინ ყურადღებას არ აქცევდა. არც ეს საწყალი მდიდარის. იმიტომ რომ საწყალია მდიდარი, ვინც არ ეხმარება გაჭირებულს. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. და შემდეგ იესო აგრძელებს. მოკვდა გლახაკი. მოკვდებოდა საწყალი. და მოკვდა და ჩამარხეს? არა. იესო ამბობს, და ანგელოზებმა მიიყვანეს ის აბრაამის წიაღში. ეს 64. უფრო სწორედ, ის ადგილი, სადაც წმინდანები და მართლები ნებივრობენ. 7-64
64 ვთქვათ ასე. ჩვენებურად. აბრაამის წიაღი. მოგდა ეს გლახაკი და ანგელოზებმა წაიყვანეს პირდაპირ რეისით 64-ში. დიდარის მოგდა. წარმოიდგინე როგორ დაასაფლავებდნენ. რა ტოსტებს არ იტყოდნენ. ოხრა კაცი იყო და რა პურმარილის ბიჭი იყო და მოკლედ ბოლომდე როსონდა და მოკლედ ყანწ რა ასმევდა და ისა ბამბადექსესო ის ამზი ტონა მიწაადებდა ბამბადექსესო ის მიწაოდა ენის ყლაშუნი მიდის იქ და წარმე როგორ დამარხავდნენ რა დიდებით რა პატივისცემით მოკლედ ამაღლებდნენ ანგელოზივით მაგრამ ეს დიდარის მოგდა და დაასაფლავეს მეგრულად გვიამას დოჭაბაკეს და ჯოჯოხეთში დაასაფლავეს და все арай დაასაგზელებს მე ის დაასაფლავეს და შემდეგ ჯოჯოხეთში ტანჯებში მყოფმა დიდარმა აღაპრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეს მის წიაღში მის გვერდით იქ ეს უპატრონო ძაღლები რო ულოკავდნენ აი ზედაც რო არ შეხედავდა შეიძლება დედიკიდე ასუნი არ აგას ჩემ არემარეში არ გნახო აქ ასის ლაზარე ნახა ამ სანატრელ ადგილას და იესო ამბობს შესახადა თქო მამაო აბრაჰამ შემიწყალე და გამომიგზავნე ლაზარე რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში წარმოიდგინეთ რა მსიდიდე ალში უნდა იყოს იმ კაცმა ისი რა ინატრა ჭიქარ წყალი კი არ უნატრია ანდა კოვსი წვეთის არ რა ინატრა უყურე დაისველოსო თავისი თითის წვერი წყალში და გრილი თითი მომადოსო ეს იყო მისი ცისტერნა ვითომ აი ეს იყო მისი ყველაზე უფრო მაგარი სურვილი ნატრა რა გაცებული თითი ენაზე ვინაიდან ვიტანჯებიო ამ ალში აბრაამი ეუბნება ეს რომ ცხოვრობდა აქ ღმერთის მეგობარი კაცი შვილო გაიხსენე უგან გაიხსენო იქ მიწაზე რო ცხოვრობდიო რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთე და ამ საზღალე ლაზარემას კი ბოროდიო ეხლა იქ იაკ ნუ გეშობს შენ კი იტანჯები და ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უსკულია ბატონო მეუმატებ ბატონო დიდარო გამტკიცებულიო ისე რომ აქედან თქვენსკენ გადმოსვლის სურველები ვერ შეძლებენ და ასევე მანდიდან ვერ გადმოვლენ ჩვენთან იქ არავის არ აქვს სურვილი რომ იქ მივიდეს ჯოჯოხეთში მაგრამ ჯოჯოხეთში რო არიან ისინი რომ სუნდოდეთ ვერ გადავლენ მაშინ ახლა იწყება ჯეკპოტი მაშინ მან უთხრა დიდარი ეუბნება რა კი ასეა ნახა რომ თავისაგან განწერულია შანსი არ აქვს არაფრის და აბრაამს ეუბნება გეხვეწებიო მამაო გაგზავნეო ეს მამაჩემის სახლში რატომ დააგვირდრე ამ კაცს ამ დიდარს ხო ამბობენ სული მოკდება და დასაწყას ორთქლით არ დაბორიალებს არაფერს ამას ნახა ლაზარე იცნო გძნობდა ყველაფერი მუშაობს ოღონდ უფრო 100%-ით შეიძლება უფრო მეტიც
არაფერი არც მახსოვრობა. გაახსენდა მამამისის სახლი და გაახსენდა რომ 5 ძმა ყავდა. ეუბნება, გეხვეწები მამაო, გაგზავნეს მამაჩემის სახლში, ვინაიდან 5 ძმა მყავს. რათა მათ დაუმოწმოს, უთხრასო, მოუყვესო ეს ამბავი, დაუმოწმოსო, აქ რა ამბავია, რომ არ მოხდნენ ამ სატანჯველ ადგილას. უკვე ზრუნავს, ეცოდება უკვე თავისი ძმები რომ არ მოხდნენ აქ, მის გვერდში რომ არ ამოუჯინონ. უთხრა აბრაჰამმა მას, მათ ყავთო მოსე და წინასწარმეტყველნი. მათ უსმინონ. ესე იგი, მათ ყავთო ხუცესი, მათ ყავთ ეპისკოპოსი, მათ ყავთ ისინი, ვინც ასწავლიან. თუნდაც ქადაგებლები, მათ უსმინონ. ესე იგი რა არის, როცა ის, ვინც ღმერთის ჯულს, ანდა ღმერთის კანონს, ღმერთის სიტყვას ქადაგებს, უსმინონ. რატომ? ბიბლია ამბობს, რწმენა გადარჩენა ხო რწმენით ხდება და რწმენაც საიდანღაცაც მოდის. საიდან მოდის რწმენა? რწმენა მოდის რწმენისაგან. რა უნდა ისმინო? დაჩეზღაბრები კი არა გასა და ნუცად სკოლაში სიარული. რწმენა მოდის ღმერთის სიტყვისაგან. აქედან სახარებიდან მოდის რწმენა. სხვა წიგნები ინფორმაციას, ისტორიას და ვინც ის ნახევარი ტყუილი 70% მართალის პატარა ტყუილი, დიდი ტყუილი, მაგრამ სახარებაში არის თელიანი ჭეშმარიტება. ამიტომ წერია, არც დავმარტო, არც მოვაგლო. მაგრამ ამით არ მაყოფილ არ ჩუმდება ეს მდიდარი. ხო უთხრა აბრაჰამმა მათ უსვინონო, მან კი თქვა, არა მამაო აბრაჰამ, თუ ვინმე მკვდართაგან მივა მათთან. აი მკვდარი რო აღდგებაო. დაიჯერებენ რომ აქეთ ცხოვრება არისო და უყურე რა თქვა. მოინანიებენ. So, მან თქვა, მან აღიარა რომ ის მდიდარი არ იყო მონანიებული. იცოდა თურმე მონანიება საჭირო იყო. მაგრამ რელიგიურები, გაფრენილები, კრიშას ეხალა, ეს ეხალა, ხო და ჯოჯოხეთის ეხალა. მას არ ქონდა მონანიებული და ეხლა ზრუნავს რომ ძმებმა მოინანიონ. ვინაიდან იცის ამ დიდარმა რომ თუ მოინანიებენ, აი ამ საშინელ ადგილას არ მოხვდებოდნენ. აბრაამი კი ეუბნება, თუ მოსეს ქადაგებლებს, წინასწარმეტყველებს ანდა ხუცესებს, ქადაგებლებს, ჭეშმარიტების მოლაპარაკეს, თუ არ მოусმენენ, მკვდარის რომ აღდგეს, არ დაუჯერებენ. ნეტყვი შეაფერისტა. მიზინებული იყავი, კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. არც დაუჯერებენ, მართლა რომ აღდგეს, არ დაუჯერებენ. აი ამ ისტორიით იესომ თქვა, ჩემო ძვირფასო მსმენელო, რომ ამ ორი ადგილიდან არავინ არ იცის, როდის მოვა ის ბოლო წამი და თუ მზად არ ახარ, შენ არავინ არ გეტყვის ან კაიაბადი დაგელოდები და მოინანიე და იკრებულის შემდეგ ჩქარა წამოდი უკანო კი არ გეტყვის. გეტყვიან სვეშამი დარაგოი და წაგიყვანენ. თუ მონანიებულია კაცი, გახსოვთ ყაჩაღი ჯვარზე. ორი იყო იქ, ორი ყაჩაღი. მარცხნივ მარჯვნივ. ერთი რაღაცას ბურდღუნებდა იქ და მეორე მოთხრა. მეორეს ჩვენ ზედ გამოჭრილად ვართო დასჯილები, რას ხერსი ვიყავით ის არისო ჩვენზე და ამას არაფერი არ ჩავდენი და უთხრა, უფალო როცა მიხვალ სასოფლოში გამიხსენე. იესომ უთხრა, დღესვე იქნები ჩემთან სამოთხეში. იმანი მაღიარებით მონანიება გააკეთა. მან თქვა, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. ეს წმინდანი ამას არაფერი არ დაუშავია. და როცა უთხრა,
გამიხსენეო შენ სასופებელში მან აღიარა იესო უფლად მეფედ ღმერთად და იქ გადარჩა ის ბოლო სეკუნდში გადარჩა ბოლო წამს აი ასე ჩემო ძმაო ჩემო მეგობარო ჩემო და ვინც ხარ ნუ დაიდგა იმ გვირგვინს ნუ იქნები იმ მეფესავით უგუნური შენ ყველაფრისთვის ემზადები კინოში თეატრში ქორწილისთვის ყველაფრისთვის ემზადები და ყველაზე უფრო მთავრისათვის არ ემზადება ადამიანი ურწმუნების გამო რა უნდა ამას უნდა 2 წუთი უფალო იესო შენ მოვდი ჩემი წოდებისათვის შენ მოხვედი ამ ქვეყნად შენ აიღე ჩემი წოდები შენ პასუხი აგე მამის წინაშე ჩემს გულისთვის შენ მოვდი ჩემთვის და აღდგე მესამე დღეს და ამახდი და მარჯნის მამის მარჯნივ შუამდგომლო უფალო დამეხმარე ხსნი ჩემს გულს ჩემს სიცოცხლეს ჩემს წმენას შემოდი ჩემს ხორებაში შემოფეთქე უფალო შენი სული წმინდით დამეხმარე მაპატიე რაც ჩამიდენია დაბადებიდან ამ წუთამდე ნებით უნებლით ყველაფერი შეგნებულად შეუგნებლად გთხოვ ვინანიებ უფალო მაპატიე რა თქვა იმ დიდარმა თუ მკვდარი აღდგება არ მოინანიებენ იმიტომ რომ ვინც მოინანიებს ის იქ არ მიდის ხოლო ვინც ინანიებს აბრაამის გვერდით ზიან იესოსთან არიან სამოთხეში ამიტომ შენი ამბავი შენი ძმაო შეგიძლია ჩაიხესხეთ მაგრამ ვინც იცინის ბოლოს იცინის იესომ თქვა ვაიო თქვენ ვინც ახლა იცინით ამიტომ ნუ ამ საქმეზე სიცილი არ გრს პირიქით დაფიქრება გმართებს კონზე მოსვლა გმართებს და როცა მოვინანიებთ მე შუტნიგი კი არა რას გნეს იყავი გასა თუ გინდა თადაყირა იარე ოღონდ მოინანია ოღონდ მზად იყავით ღმერთმა გაკურთხოთ დაგლოცონ როგორც თქვენ ესე მეც მომეს ეს მშვიდი და ტკბილი ძილი მე ვფიქრობ რომ რაღაც დამშვიდი თითქოს და ჩემი სათქმელი ვთქვი და მეც ისე ვიტყვი როგორც სახარებაში წერია ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო თუ ღმერთის ნებით ამაღამდელი ღამის შემდეგ ღმერთი ინებებს და გვაცოცხლებს ღვთის წყალობით მაშინ ხვალამდის კარგად